სამუშაოდ. ანუ, ნახეთ. მე როცა ავიღებ, ესე იგი, ესეთ რაღაცას, აი ვთქვათ, აი აქედან, ვექტორული ხელსაწყოებიდან, რაც გვაინტერესებდა კონკრეტულად, ამ კუთხეების უფრო მომრგვალება. აი ავიღე ეს, ხო? აი ეს properties ფანჯარა, ახლა რომ დავხურო მე, ეს ავტომატურად აი აქედანაც ნახეთ. აი აღარ მაქვს, აი კიდეც რო ავიღო ეს გადავატარო, აი ნახეთ. ეს ფანჯარა შეიძლება არ გამოხდეს. იმიტომ რომ აი აქ properties იქნება მოხსნილი. ამიტომ ჩართეთ Windows-იდან. ან ავტომატურად აგერ გამოხდება. ეხლა აი აქ დირექტორი აქედან შეგვიძლია მაგალითად რაღაცების გაკეთება, უბრალოდ ეხლა ეს პაზია და პაზში შიგნით ფერის ჩასმა ვიცით რომ აი აქ უნდა გადავიდეთ. თუ ეს პაზი არ არის გამოტანილი, ესეც შეგვიძლია Windows ფანჯრიდან გამოვიტანოთ, აი ეგრე პაზ. აი ნახეთ, ახლა ამ შემთხვევაში არ არის, ხო? შევიდეთ აი Windows-ში, ავირჩიოთ პაზ და გამოვა აი აქ. მარჯვენა ღილაკი Z, fill. შევსება შიგნით და თუ ავტომატურად OK-ს მივცეთ, ეს ლურჯი ფერი რაც არის, ლურჯი ფერი ჩაისხმება აი აქ. ახლა რაც შეეხება კუთხეების მომრგვალებას. თქვათ ახლა ამაზე მინდა გადასვლა, ხო? აი ამ ხელსაწყოთი ვერ გადავალ, აი ჩვეულებრივი ხელსაწყოთი ნახეთ. საერთოდ არ მოვინიშნა აქ არაფერი. იმიტომ რომ აი ამ ვექტორულ ხელსაწყოებზე სამუშაო არის აი ეს. აი აქ. როგორც კი გადავალ, აი ჩვეულებრივ გამოჩნდა, შემიძლია დავაჭირო ხელი, გადავაადგილო. და ეს ფანჯერაც აქტიურია. ეხლა აი კუთხეების მომრგვალება. აქ ლინკია ჩართული. ეს ნიშნავს, რომ 4-ვე კუთხე ერთმანეთთან კავშირშია. რას ნიშნავს ეს? მე თუ აი აქ ჩავწერ მაგალითად 30 და enter-ს დავაწვევი, ყველა კუთხე 30 პიქსელით დამრგვალდება. მაგრამ თუ რომელიმე კონკრეტულ კუთხეზე მინდა მუშაობ, აქ ლინკი უნდა გამოვირთო, აი დავაწყაპუნებ, გამოირთო ლინკი, ეს იმას ნიშნავს, რომ თითეული კუთხე, აი მხოლოდ ინდივიდუალურად შეგვიძლია დავამუშაოთ. აი მაგალითად აქაც ვთქვათ 50. აი ეს. ამით დამრგვალდება ის კუთხეები, რაც ჩვენ გვაინტერესებდა. ჩავრთავ ლინკს, ან 4-ვე კუთხეს ერთმანეთთან ვაკავშირებ და შემიძლია აი აქ ჩავრთავ 50 და აი ყველა კუთხე ავტომატურად დამრგვალდება 4-ვე ის. იგივე გადავრთავ აი აქაც, ოღონდ ისე აღნიშნავ, რომ აი ამ path selection tool-ით ხდება ამაზე მოქმედება. აი აქ მიუთითებ ერთ კუთხეს, თქვათ იყოს 40, enter-ი და აი დამრგვალდა. ასე ვთქვათ აი ეს. ნუ ახლა შეგვიძლია გავა პროცენტები მიუთითოთ, აი პროცენტი. და პროცენტი არ მუშაობს, მხოლოდ პიქსელები. ეს პროცენტები ალბათ HTML CSS-ში. კი ბატონო, გავიგეთ ეს, რაც გინდოდათ? კი, მადლობა. კი ბატონო. ესე იგი აქედან ხდება ის, რაც თქვენ გაინტერესებდათ. სხვა შეკითხვა აბა ვინმეს რა აქვს? თუ რამე შეკითხვა? კი ბატონო. აი ის სხვა დავალებაც რა იყო რა ხსნით. ხო. მაგის აკეთებაც მინდოდა და მე აღარ გავაკეთე, იმიტომ რომ ვიფიქრე რომ ის ეგეც სასაწერი ქონდა და ანუ ის ფიგურა როა 6 კუთხა რო არის, მაგის აღება მინდოდა. ხო. აი ეგ ფიგურა საიდანაც აიგეთ, იქ იყო და 6 კუთხა არისო, 5 კუთხად ხო, აი ვიდეოებს მოусმინეთ ხოლმე, იქ მე მაგაზე ვსაუბრობ და ხშირად ვარჩევ ხოლმე ეგეთ რაღაცებს. თუ რაზეა საუბარი? შეხედეთ. იქ მე გარჩევ. კიდე ვარსკვლავად გადაიქცა თუ რაღაც. ხო, მე გავარჩიოთ ეგეც, არ არის პრობლემა. 5 კუთხაც არის. შეხედეთ. დეფაულტად, აი ეს პოლიგონალ ტულს, დეფაულტად არის 5 კუთხა აი აქ, 5 კუთხა. 5 კუთხა, ანუ 5 გვერდა შეიძლება ესე ითქვას. იმიტომ რომ რამდენი გვერდიც არის, მე იმდენი კუთხე არის. აი sides, გვერდები, 5 გვერდი. მაგრამ მე შემიძლია აქედან 3 კუთხედი ავიღო. აი, 3 კუთხედი. თუ 3 გვერდს ჩაუწერ. 3-ზე დაბალი მე მგონი არ არის. 3-ზე დაბალი არ არის. მაგრამ
მე შემიძლია აი აქ თუ ავიღებ აი 12 გვერდი, აი ესეთ რაღაცას მივიღებ აი. მივხვდით, რაზეა საუბარი? აი ხა თუ აქ smooth corner ჩაურთავ, მე აქ star ვარსკვლავი აგერ და ესეთ რაღაცებს მივიღებ, მივხვდით? ანუ smooth-ი ჩაურთმე და ეს დაუმრგვალდა. აი აქ პროფერტისებში ნახეთ. smooth ნიშნავს, რომ აი ესეთი დამრგვალებული ექნება, ნახეთ? და არა ესეთი კუთხოვანი. აი რადიუსი შეგიძლია აი აქ რაღაცა რიცხვი ჩავწეროთ და ვნახოთ რა ხდება. აი რადიუსი პატარაა რა ეს რა თქმა უნდა რადიუსი რაც მივეცი აი აქ. რადიუსი რა არის? რადიუსი არის ცენტრიდან ეხლა უფრო დიდი იქნება, ხო? რადიუსი რა არის? ცენტრიდან ნაპირამდე მანძილი, აი ამ ცენტრიდან აი ნაპირებამდე მანძილი. თუ რამე კონკრეტული ის იცი შენ რომ მაგალითად აი რაღაც რადიუსის ფიგურა გინდა, ჩაუწერ აქ რადიუსს და ზუსტად იმას დაგიცვას, რაც არ უნდა გადაადგილ, გადმოადგილო. მეც ვერ მიმაქნი. ანუ რაზე მაქვს საუბარი შეხედე, ჩვენ ესეთი რაღაცა გავაკეთეთ ერთხელ. აი ნახეთ. ეს ყველა ბექგრაუნდია თუ რა ხდება. Control D-ი მოხსნათ მონიშნა. აი ამაში რო გავაკეთეთ თუ გახსოვთ აი fixed რო ავიღეთ აი აქ. რომ აი ზუსტად ფიქსირებული ეს იყო რა ქვია. აი აქ ჩამოვშალეთ და fixed. დაფიქსირა 1-2-ზე და ასე შემდეგ. ხო მეც ვერ გააკეთებდი როგორც გინდოდა, როგორც არ უნდა გადაგეტარებია. რასაც ჩაწერდი აქ დაფიქსირებული იქნებოდა ის ზომები, ხო? ისე არის აქაც ახლა ნახეთ, ამას თავისი თვისებები აქვს, აი აქ ჩამოვშალეთ. რამდენი ეს უნდა იყოს რადიუსის, ანუ ზომის, იმას ჩაუწერ აქ თუ ვიცი. smooth-ი არის რომ აი კუთხეები დამრგვალდება, აი corners, ანუ დამრგვალებული კუთხეები, ანუ ესეთი კი არა, ნახეთ, ესეთი კი არა, მაგალითად აი კუთხოვანი რო არის, ხა ვარსკვლავით. ეს არის დამრგვალებული და ესეთ გააკეთებს, არა კუთხოვანს, არამედ აი ესე დამრგვალებულს. ესეც თუ რამე ესეთი გაქვთ. და ესა კოლორი დეფაულტად რაც არის აღებული, ეს არის და ასე შემდეგ, რავი. სხვა ისეთი თუ რამე გვაინტერესებს შეგვიძლია. აი, სისქე მაგალითად. ეგეთ რაღაცები გამომივიდა, რომ ალბათ გამოსწორებას რო ცდილობდი, მაგას. ხო, ანუ ესა სისქე არის ახლა ეს 3 პიქსელის სისქის ამ შემთხვევაში და შემდეგ. ანუ ნახეთ რა ხდება. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ესა რაც შენ მკითხე ახლა მე 5 კუთხედი და ასეთ რო არ იყოს და ანუ რამდენი კუთხეც გინდა რომ გქონდეს, აი აქ როგორც კი ვირჩევ თუ არა ამ ხელსაწყოს აი აქ. ისა ბოდიში აი ამ ხელსაწყოს როგორც კი ვირჩევ, აი აქ გამოდის დამატებით. და რამდენი გვერდი, ახლა 6 კუთხედი გვინოდა ჩვენ. ხო, ამიტომ 6-იანს ჩავწერ და უკვე აი იმას მივიღებ ზუსტად იქ. ოღონდ აი აქ უნდა გამორთო ახლა ჩვენ. მე ეს არ მინდა, ვარსკვლავური ტიპის არ მინდა და ჩვეულებრივ აი ესეთი რაღაცა მინდა, აი. აი ესეთი რაღაც. სისქეც მოდი ამ ხელა არ გვინდა, ამიტომ აი პროპერტისებიდან ჩვეულებრივ 1 პიქსელი ჩავუწეროთ და აი ყველა მიიღებს აი ესეთ 1 პიქსელის სისქის ფორმას. აი ესეთი რაღაც არის აი აქ მეგობრებო. კაი, აბა სხვა ვისა შეკითხვა აქვს კიდე რომ არის გავიაროთ ეს თემები. და გადავიდეთ ასე ვთქვათ ჩვენს ახალ თემაზე. გვაქვს რამე შეკითხვა მეგობრებო? დამატებით. კეთილი. კაი, შეკითხვები არ არის, მაშინ მოდი ეხლა ჩვენ გადავიდეთ ესეთ რაღაცაზე, ანუ ცოტა უფრო სხვა ტიპის სავარჯიშოები ავიღოთ. ეს ნიშნავს რომ მაგალითად აი ჩვენ გაკეთებული, აი ვაკეთებთ მაგალითად აი ამ ლოგოებს, აი ამ ვიზიტკებს და ასე შემდეგ. მაგრამ მოდი აი გავაკეთოთ უფრო ცოტა სხვა ტიპის, მაგალითად აი უფრო ესეთი 3D, ანუ ეს 3D განზომილების რაღაცა ესეთი ეფექტები რომ მივცეთ. აი ესეთი რაღაც
თითქოს აი სხვანაირი განზომილება არის რა. ესეთი რაღაცები როგორ ხდება ახლა? აქაც რა ვიცი, აი თქვენი წარმოდგენით როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ მაგალითად აი. ანუ ამ ეფექტს რა ქმნის თქვენი აზრით? ამ ეფექტს ქმნის შეიძლება ჭრდილმად შექმნას, კი არა ეს ჭრდილებზე ჩვენ გაკეთებული გვაქვს, აი წინა ვიზით გარო გავაკეთეთ, ხო, იქ გამოყენებული ჰქონდა ჩვენ რომ ჭრდილის გამო იყო ეფექტი შექმნილი, აი. რაზე მაქვს საუბარი? შეხედეთ? აი თუნდაც აი ამაზე, ხო? აი ჭრდილის გამო იყო ესეთი რაღაცა ეფექტი შექმნილი, აი. ჭრდილს ჰქონდა ესეთი ამობურცული ეფექტი შექმნილი. მაგრამ ესეთ შემთხვევაში ახლა უკვე სხვა სიტუაციასთან გვაქვს საქმე. ანუ აი აქ ეფექტს ქმნის აი ეს ორი ფერი, აი, ერთი მუქი ფერი, ერთი ოდნავ ღია ფერი. ამ პირიქით ეს უფრო მუქად შეიძლება ჩათვალო, ეს უფრო ღიად. ორ შემთხვევაში ამ ორი ფერის კომბინაცია ქმნის უკვე აი აქ ესეთ ეფექტს. ანუ ნახეთ რაზეა საუბარი. ახლა მოდი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. აი ეს ეფექტი როგორ მივიღოთ? აი ავიღოთ მაგალითად ესეთი აი ეს ნახეთ ეს მაქვს ნახეთ მეც ვერ ვაკეთებ ხო აი ესეთი ფიქსირებული რაღაც მაქვს ჩართული და მაგითო აქ მიაქციეთ ყურადღება დამატებით ეფექტებში Ctrl D-ი მოვხსნათ მონიშნა და ნახეთ აი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ აი ეს სადაც ჩავასხათ მოდი აი ეს ფერი ეს ფერი ჩავასხათ Alt Backspace-ით ოღონდ ფერი მოდი ახალ layer-ზე ჩავასხათ Alt Backspace-ით და აქაც ამ ეფექტს ვქნით, ამიტომ აი ეგ რო გადავალთ ახლა. აი აქ ამას მივცეთ. აი ესეთი რაღაც, წვანი. ეს. Ctrl D-ი მოვხსნათ მონიშნა, ოდნავ შევწიოთ, რომ კარგად ჩანდეს აქ. და ახლა ნახეთ შეიძლება ვიფიქროთ, რომ აქ ესეთი რაღაცა გვიჭირდება ჩვენ კიდევ. აი ეს ოდნავ ჩამოვწიოთ. ოღონდ აი აქ სხვა ფერი უნდა ჩავასხათ. ნახეთ რა ხდება, მოვნიშნოთ აი ეს Ctrl-ზე და აქ დაჭერით, ოღონდ ეს კი არა. ჩვენ გვინდა აი ეს Ctrl-ზე და აქ დაჭერით. აი ჩავასხათ აი აქ ესეთი ფერი. ნახეთ აი ესეთი ფერი ჩავასხათ. Alt Backspace-ით Ctrl D-ი მოვხსნათ მონიშნა და თითქოს რაღაც ესეთ ეფექტს მაინც ქმნის, ხო? მაგრამ უკეთესი იქნება, ნახეთ აი ოდნავ დაცერავებულია, აი ამას მიაქციეთ ყურადღება. ანუ ესეთი ერთი იმის ზოლზე კი არ არის. თუმცა რაღაცა გარკვეული ეფექტს ესეც ქმნის, თუ შეხედავთ რავი რაღაც სხვანაირად. მაგრამ აი დაცერავებულია. ამიტომ მოდი აქ ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. ნახეთ. ავიღოთ აი ეს ხელსაწყო და ნახეთ ესეთი რაღაც გავაკეთოთ. აი ეგ დაბეჭდეთ. აი ნახე ესეთი რაღაცა გავაკეთეთ. დაცერავებული მიხვდით აი ესე და ესე. შევკრათ აი აქ აი ეს. და აქ ჩავასხათ ეს ფერი. Ctrl D. აი. ნახეთ ხო როგორ მიიღება ესეთი რაღაც. ეხლა ეს ახლოში მოვწიოთ ცოტა, იმიტომ რომ ნახეთ ზომაში არ ემთხვევა. წამოვიღოთ ესეც. და აქედან გამომდინარე ეხლა Ctrl T. ოღონდ. ეს ნახეთ ჩვენი შეცდომა კიდევ ერთ იმაზე ჩავასხით, ერთ layer-ზე. ახალი layer-ი. Alt Backspace-ით. სახაზავი გამოვიყენოთ. Ctrl D. Ctrl T და აი ეს მოვძიოთ ცოტა აი ესეთნაირად.
ეს სახაზავით წავიღოთ, აღარ გჭირდება. აი ესეთი რაღაცა მივიღეთ. ეხლა შემიძლია უკვე ასეთი რამდენიმე მაქვს და დავაკოპირო, ხო? ოღონდ ეს ორი ლეიერი, ეხლა მოდი დავაკოპიროთ და მე დავაჯგუფოთ, ასე ვთქვათ, იყოს მაინც ცალ-ცალკე, არ გავაერთიანებ და აი duplicate layers მივცემ. ოკეი. მოვკიდებ ეხლა ხელს, წამოვიღებ ქვემოთ. აი ეს. აი ესეთნაირად. ოღონდ აქ სახაზავს გამოვიყენებ, ამ ჭირდება ესე იგი, მოგეთ აი ამას რო გავასწორო აი ეგ. აი ეს. აი ეს ამოვიღებ კლავიატურს ისრებით რა, აი ეს. ასევე გინდა მარჯვენა ღილაკიდან duplicate-ი, გინდა აი აქ alt-ზე დავაჭიროთ და წამოვიღოთ. ოღონდ ორივე ლეიერი უნდა იყოს მონიშნული, აქ მიაქციეთ ყურადღება მარჯვნივ. alt-ზე დავაწყაბუნებ, წამოვიღებ. აი ესეთნაირად. ოღონდ ნახე მიაქციეთ ყურადღება, ეხლა ხედავთ ხალხო, აი ის ვარდისფერი ხაზები, რას მიჩვენებს რომ აი ნახე, აი ამ ორს შორის რაც არის დაცილება, ის იმდენი რო იყოს აი აქ, ნახეთ? ეხლა ხო შეამჩნიეთ, ანუ იმ ვარდისფერი ზოლების საშუალებით, აი ამას მიაქციეთ ყურადღება, რომ ერთი და იგივე ზომის გამო გივიდეს. აი ნახეთ, შეხედეთ? აი მაჩვენა, ხო, 17 პიქსელი ზემოთაც, 17 პიქსელი ქვემოთაც. მე მგონი შეამჩნიეთ. აი ესენი. აი ზუსტად მაქვს ეხლა ეს ზომები მე დაცული აი აქ. თუ აი ეს არ ჩანს, აქ უნდა იყოს VA-ვიდან, უნდა იყოს ერთი snap-ის ფუნქციაც უნდა იყოს ჩართული, რომ აი გვით ნახეთ, გვით ჩართულია ეს. რომის დამხმარე ვარდისფერი ხაზები, smart GUIDs, აი ეს უნდა იყოს smart GUIDs, თუ იქნება გამორთული, აბა ნახოთ. alt-ზე. აი ნახე, არაფერს აღარ მაჩვენებს, მიხვდით? და შეიძლება რაღაც აქ ზომებში აუცდე. ხა აი ნახე, ашკარად. ამიტომ აღარ მაჩვენებს. ამიტომ ესე იგი რა უნდა იყოს, მიაქციეთ ყურადღება, რომ VA-ვიდან იყოს ჩართული snap to show-დან, აი show-დან smart GUIDs, დამხმარე ჭკვიანი ხაზები. ეხლა ნახეთ, წამოვიღო, აი ნახეთ, მაჩვენა, აი. სამივეში 17 პიქსელია დაცილება. და მივიღებ ესეთ ეფექტს. უბრალოდ ამას შემოვწევ შიგნით, ხო? აი, კლავიატურის მარცხნივ მიმართული ისრით, აი, შემოვწიე შიგნით ეს. და მივიღე ესეთი ეფექტი. უბრალოდ აქ ცოტა მეტი დაცილება რო იყოს, აი როგორც აქ არის. ჯობია ესე. უბრალოდ ეხა მე აქ არ მინდა, როგორც ნახაზიდან ჩანს 2-ზე მეტი, ამიტომ Ctrl-Z დავბრუნდები უკან. აი ესე. ან თუ ძალიან ბევრი მომივიდა, შემიძლია Windows-იდან გამოვიძახო history. მიხდით, რაზეა საუბარი. და აქ history-ში მაქვს ზუსტად ისეთი ისინი რაც აი აქ. აი შემიძლია ნაბიჯ-ნაბიჯ ეს ჩვენთვის ცნობილი ამბავია, უკან დავბრუნდე. აი ეს. ნუ მოკლედ ასე იგი, ეს მინდა ჩამოვწიოთ, 17 პიქსელი ცოტა მცირე იყო, როგორც ჩანს, წამოვიღოთ. აი, ნუ 27 იყოს კი ბატონო. აი 27 პიქსელი მიჩვენებს, ხო, აი ეს. კი ბატონო, აი ესეთნაირად შემიძლია გავაკეთო. ანუ ორი ცალ და შემდეგ უკვე მაქვს ერთი მთლიანი ის. უბრალოდ აქ ორი ცოტა ქვემოთ ჩამოვიტანოთ. ან მოდი ჩვენეული ვარიანტი გავაკეთოთ, რახან სიმაღლეში დიდია, თუმცა შეგვიძლია ეგეც. მარტო IS. დავაკოპიროთ ეხლა, აი, ნახეთ, აქ ერთი ლეიერი მაქვს ეხლა მე მონიშნული, შეხედეთ, IS, კონკრეტულად IS ლეიერი, აი. IS ლეიერი მაქვს. Alt-ით წამოვიღოთ. აქაც 27 პიქსელი უნდა იყოს დაცილება, აი 26. და ამის შემდეგ ახლა თქო ეს ამის შემდეგ ამას გავწელავ ესე Ctrl-T ტრანსფორმაციას ოღონდ მე ეს კი არ მინდა IS ამაზე მაქვს საუბარი აი ამ რას დავაკოპირე და Ctrl-T ამის ტრანსფორმაციას მოვახდენ გამოვწენ ბოლომდე აი აქ როგორც აქ არის გაკეთებული მაგრამ ეს არის ქვემოდან ნახეთ
ქვემოდან, რატო აი ამის ქვემოდან არის. ესე იგი რა უნდა გავაკეთო? Layers რა, შევუცვალო ადგილი, ხო? ავწიო ზემოთ და აი მივიღებ იმასაც. აქ არის ზუსტად ის ვარიანტი. უბრალოდ აი აქ ეხა ყველას მოვნიშნავ ამათ. და ცოტა ქვემოთ წამოვიღებ ამას. აი ესე. ოღონდ background-იც გამოყვა, ამიტომ background-ი რო არ გამოყეს, ნახეთ. აი აქ control-ზე დაჭერით და აი აქ დაწყაბუნებით მოვხსნი background-ის მონიშნვას, მიხვდით? აქაც ესმის მონიშნული იყო, მაგრამ control-ზე დავაწექი და აქ დავაწყვეტ. Control-ის გარეშე დავეწყაბუნებინა რა იქნებოდა? მონიშნა მოიხსნებოდა ყველას, ხო? ამიტომ მარტო control-ით მოვხსენი მონიშნა. ამის შემდეგ უკვე ნახეთ კლავიატურის ისრით, აი მოდის მხოლოდ აი ეს მონიშნულები. აი ეს. ან შემიძლია ჩვეულებრივ ამითაც გადავაადგილო, ხო? მაგრამ უბრალოდ კლავიატურის ისრით ჩამოვიტანე ქვემოთ. ან ხელით წამოვიღოთ კი ბატონო. აი ეს. აი ესეთნაირად ზუსტად ფაქტიურად აი ერთ-ერთია გაკეთებული. უბრალოდ ცოტა სიგრძეში თუ გვინდა კიდე აქეთ დაგრძელება, მაშინ Ctrl+S უნდა მივმართოთ და წამოვიღოთ ცოტა ესე სიგრძეში. ცოტა აქედანაც აი ეს. და Enter-ით აი მივიღეთ ფაქტიურად ის ვიზუალი ერთ-ერთში რაც გვინდოდა. გვაქვს რამე შეკითხვა ამასთან დაკავშირებით? არაფერი კი ბატონო, მაშინ გავაგრძელოთ და უკვე აი ზედა მხარე უნდა გავაკეთოთ აი ეს. ანალოგიური აქ ესეთი არაფერი არ არის. ანუ კოპირებით მოკლედ გავაკეთეთ ყველაფერი. ანუ ესე იგი აი აქ Ctrl ესე იგი Alt-ით დავაკოპიროთ აი ეს. Ctrl+T მოკლედ ტრანსფორმაცია მოვახდინოთ აი აქ და მოვნიშნოთ მონიშნა როგორ ხდება Ctrl-ზე და აქ დაწყაბუნებით და ავიღოთ ფერი pipet-კით აი ეს ფერი და Alt backspace-ით ჩავასხათ. Ctrl+D მოვხსნათ მონიშნა და აი ზუსტად მივიღეთ ის რაც გვინდოდა აი ამ ხარეს აი ეს. შემდეგ გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე და უნდა მივიღოთ აი ეს ხაზები აი აქ. და პლუს აი ეს ღილაკები. ეს ძალიან მარტივი საქმეა, უბრალოდ აი კიდევ ერთხელ მოდი ამას ჩაუწვრილმანდეთ, იმიტომ რომ აი თქვენ კი აკეთებთ ამას, მაგრამ რაღაც ზომებში თითქოს მაინც რაღაც არ ემთხვევა ერთმანეთს რაღაცეები, ამიტომ მოდი ესეთი რაღაც გავაკეთოთ. ანუ ამ წრეებს ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ როგორც აი თვითონ აი აქედან და მე ფერი ჩავასხათ, ან აი აქედან, თქვათ ეს წრე, ელიფსი, ოღონდ ბარემ რომ იყოს შემოსილი, აი პაზის ნაცვლად ავიღოთ უკვე shape. და ეს ყველაფერი ერთ ზოლზე რომ გავაყოლოთ, აი სახაზავი მოვიშველიოთ. და დავიწყოთ აი დაახლოებით აი აქედან უნდა იყოს, აი. ოდნავ ცოტა ზემოთ, მე შეგვიძლია კიდე გადავაადგილოთ თავისთავად. Shift-Alt-ის დახმარებით, აი წამით. საერთოდ არ გვინდა Shift-Alt-ი, თუ მარტო Alt-ი გამოვიყენოთ. აი ეს. და რახან shape-ია უკვე ფერი ჩასმული უნდა იყოს. და არის თუ არა ფერი ჩასმული, აბა ვინ მეტყვის. ანუ შეხედეთ shape-ი მაქვს აღებული მე. Shape-ი მაქვს აღებული. წესით ფერი უნდა იყოს ჩასმული. ხო და არის თუ არა ეხა ჩასმული. ხო, თეთრი თეთრზე არა ჩანს. ჩასმულია, უბრალოდ თეთრზე გაქვს. კი, თეთრი თეთრზე არა ჩანს და მაგიტომ, კი ბატონო. ამიტომ ფერს ძალიან მარტივად შევუცვლით, გინდათ აი აქედან, გინდათ აი დამატებით ფანჯარაში გამოსულში, აი აქ. აი აქ დაწყაბუნებით ავირჩიოთ შავი ფერი. ეხლა ნახე აქ პიპეტკა არა ჩანს, ამიტომ პიპეტკა რო გამოჩნდეს, აი აქ უნდა დავაწყაბუნოთ, ნახეთ. ამის შემდეგ პიპეტკაც ჩანს. ავიღეთ შავი ფერი. ჩაესხა შავი ფერი, კი ბატონო. ეს დავხურეთ.
ეს რომ ერთი ზომის იყოს, ეხლა ბუნებრივია ამას დავაკოპირებთ. უბრალოდ აქ კონტური, ეხლა ნახეთ რა ხდება. ისევ ის ფანჯარა რომ გამოვიძახოთ აქ რაღაც ცვლილებები რომ მოვახდინოთ ფერის და ასე შემდეგ. როგორც გითხარით, ამ ხელსაწყოთი არ ხდება, ხდება აი ამ ხელსაწყოთი. აქ ეხლა შავი ფერისავე არის ისა კონტური. თუ სხვა ფერის იქნებოდა, აქედან ავირჩევდით კონტურს, ხო? მოდი აბა ვნახოთ რამდენად მოუხდება მწვანე კონტური. შევხედოთ. ოღონდ კონტური უნდა გავზარდოთ. აი ესა. აი აქ, ნახოთ, ჩავაწყაპუნოთ და თქვათ 4-6 პიქსელი. ნახოთ. თუ ჩანს საერთოდ, ხო, დიდია, რა თქმა უნდა. ანუ ჩვენეული ინტერპრეტაციაც გავაკეთოთ. რა ვიცი, შეიძლება უხდა პრინციპში, ხო? მოდი ცოტა შევასწორო ჩვენ და ასე დავტოვოთ. მეგობრებო, მიკროფონი გამორთეთ. და დავაკოპიროთ ახლა ეს. რა თქმა უნდა, ალტის დახმარებით ან შეგვიძლია აგერ თვითონ აი ეს ლეიერი დავაკოპიროთ მარჯვენა ღილაკიდან duplicate layer, okay. და ჩამოვწიოთ ქვემოთ. ეხლა თუ სწორად ვერ ჩამოვწევთ, შეგვიძლია რა ქვია, კლავიატურაზე ისრებით, ან აი ეს. ეხლა ჩვენ ნახეთ რა გვინდა მარტო კონტური პრინციპში ესე იყოს, ოღონდ აქ დაცილებაც გვინდა მეტი. ამიტომ ეს წამოვიღოთ სადღაც დაახლოებით აი აქ. აი ესე და ერთი ცალიც გვინდა. აი ეს ალტის დახმარებით წამოვიღეთ აი ეს ახლა ამ წუთში. აი ეს. ოდნავ ეს ზემოთავძიოთ. აი ესეთნაირად. აი ნახეთ ეს ახლა თითქოს ერთ ლეიერზეა ორივე, ხო? ნუ, კარგი იყოს, მოდი. მოვნიშნოთ ეს ორივე. Ctrl T, ოდნავ ტრანსფორმაცია მივცეთ, ოდნავ გავზარდოთ. აი ესეთნაირად. Enter-ით დავეთანხმოთ, იყოს აი ესეთნაირად. ეხლა ჩვენ გვინდა აი აქ ჩავყაროთ, ანუ ესე იგი, მოგრეთ ერთი ზომის გავაკეთეთ კოპირების საშუალებით, ვიცით რომ ერთი ზომის გაკეთება და ასე ვთქვათ, არ დაირღვევა ის მასშტაბირება და ასე შემდეგ. ეხლა აი აქვე მოდი Ctrl+-ით ახლოს მოვიტანოთ და ჩავსვათ უკვე აი როგორც გითხარით ხოლო თეთრი ფერის არც კონტურებით და არაფრით. აი ახლა მაგას როგორ რეაქცია ყურადღება კი ჰქონდათ გაკეთებული, მაგრამ რაღაცები დატოვებული იყო იქ კონტურები და ასე შემდეგ, ხო? მოდი ახლა მაგას მივაქციოთ ყურადღება. ესე იგი, გადავიდეთ აი აქ. ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში ტელეფონი. ეს ვიცით რომ გინდაც აქედან გამოგვიყენებია, გინდაც აიკონი მოგვიძებნია და იქიდან შემოგვიტანია, ეს ჩვენთვის მარტივია. ვიცით აი ეს სიმბოლოებში ნახოთ. ან აი აქ ეს. და ნახეთ შუა ადგილიდან დავიწყოთ. ოღონდ ალტის დახმარებით. აი ნახეთ ალტს ვაწვევი და ნახეთ ცენტრში ასწორებს. всё. ეხლა ჩაესხა მწვანე ფერი. ჩვენ გვინდა რომ ფონი ამას არ კონდეს. თვითონ ტელეფონი იყოს მარტო. თეთრ ფერში და ფონი არ კონდეს. ამიტომ როგორ უნდა მოვიქცეთ ეხლა? ნახეთ მოდი რა გავაკეთოთ? აი ამ ხელსაწყოს საშუალებით მოვნიშნოთ მხოლოდ შავი ფერი. ეხლა ნახეთ, ეხლა ეს არ მოინიშნება, იცით რატო? უნდა იმავქნათ, რა ქვია. Rasterize layers მეუბნება რა, ანუ მარჯვენა ღილაკიდან აი აქ მარჯვენა ღილაკიდან დავაწყაპუნოთ და Rasterize layers უნდა მივცე, რომ სხვა ობიექტად გარდაიქმნას. ნახეთ ამ შემთხვევაში უკვე ვაწყაპუნებ შავ ფერზე.
და მარტო შავი ფერი მოინიშნა. ნახოთ რა მოინიშნა. Ctrl Alt Backspace-ით ჩავასხათ ფერი, ესე იგი გარე მხარე მოინიშნა. Ctrl D-ი მოვხსნათ მონიშნა და საერთოდ წავშალოთ, მოდი ეს მწვანე ფერი, აი მოვნიშნოთ მწვანე ფერი, Delete-ით წავშალოთ. ოღონდ დარჩა მარტო ტელეფონი და სანამ ამ მწვანეს წავშლით, მანამდე ჯობია რომ თვითონ ტელეფონი მოვნიშნოთ. შევეცვალოთ რომ ტელეფონის ფერი მოვნიშნოთ. აი მარტო შავი ფერი აი ეს. აი ეს ტელეფონი. აი ესეთი რაღაც. და აქ ჩავასხათ თეთრი ფერი, აი აქ თეთრი ფერი აღებული მაქვს Alt Backspace-ით ჩავასხი აი აქ. Ctrl D-ი მოვხსნათ მონიშნა და ეხლა მოვნიშნოთ მწვანე. რატო? იმიტომ რომ Delete-ით წავშალოთ. Ctrl D-ი აქაც მოვხსნათ მონიშნა და დავაბრუნოთ საწყის პოზიციაზე. მოდი ეს აღარ გვინდა. აი ეს. Widline და აი მივიღეთ ესეთი რაღაც. ანუ შეგვეძლო უკეთესი აგვეღო ეს ტელეფონი, ვიდრე ეხლა აქ არის ეს აღებული. მოდი ვნახოთ სხვა ვარიანტიც. თუ არა და შეგვიძლია შემოვიტანოთ თვითონ მოკლედ შეგვიძლია შემოვიტანოთ კიდეც თუ ეს ვარიანტი აქ არ მოგწონს. ან თქვათ, მოდი ვნახოთ ესეთი რაღაც. Ctrl T და მოდი გავადიდოთ ცოტა. შევეცვალოთ ოდნავ გავადიდოთ. ჩემი მაუსი დარბის. მოდი ესე გავაკეთოთ, მოდი ახლა მოვნიშნოთ ჯერ შავი ფერი. ამ შემთხვევაში თეთრი ფერი მოვინიშნა, ხო? კიდე ჩავასხათ, აბა ნახოთ. მაქსიმალურად ჩავასხათ თეთრი ფერი რა. და ნახოთ. ხო, ნუ რა თქმა უნდა ხა. თვითონ ხარისხი ამის როგორია. და ამიტომ შეგვეძლო ეს აი საერთოდ მოვაცილოთ აი აქედან. როგორ მოვაცილოთ? Ctrl plus-ით მოვიტანოთ ახლოში, ავიღოთ საშლელი. და ეს ან შეგვეძლია აი ეს მოვნიშნოთ აი აქ. აი ეს ვარიანტი და ჩავასხათ შავი ფერი. შავი ფერი Alt Backspace-ით. ან ავიღოთ აი ეს და ჩავასხათ შავი ფერი საერთოდ. ეს და ახალი ლეიერი ავიღოთ და იქ ჩავასხათ. და ზემოთავიდანოთ ეს რო კარგად ხედავდეთ, რაზე მაქვს საუბარი. აი საერთოდ მოვაცილოთ საშლელით. ეს რომელია? ეს არის ხო? აი ჩავთოთ ახლა ეს და აი ეს დავაპატარავოთ საშლელი. ეხლა ჩავასხათ შავი ფერი.
ოღონდ ეს უნდა მოინიშნოს. საშლელის წაშლაც არც გვინდოდა პრინციპში. და აი აქ ჩავასხოთ შავი ფერი. მე ახალი ლეიერი აქვს და გავხსნათ საერთოდ და აი ჩავასხოთ. ისე ჩვენ სხვადასხვა ლეიერზე არ გაგვიკეთებია ეს ტელეფონი როგორც ჩანს. ამიტომ შემიძლია ესეთი რაღაცა გავაკეთო. აი აქედან მოვნიშნო ახალი წრე. ამ წრეში ჩავასხა ფერი. აი ესეთნაირად. საერთოდ მოვშალო ეს და ავიღო ახლიდან. ან თუ აქედან არ მოგწონს, მოდი შემოვიტანოთ ჩვენი ინტერნეტიდან გადმოწერილი. აქ იქნება ეგეთი რაღაც. აი ესენი თუ გნებავთ, აი ჩვენიერია. ჯერ სურათის ზომა ვნახოთ, დიდი იქნება, ამიტომ image-დან image size. კი ბატონო, დიდია, ამიტომ 50 პიქსელი ავიღოთ. სრულიად საკმარისი იქნება და შემდეგ წამოვიღოთ და გადმოვიტანოთ აი აქ. თუ ვერ გადმოგვაქვს, შემდეგ ვიცით ჩვენ რომ place-ი აქ არსებობს ეგეთი. დავხუროთ ეს. და აქ არსებობს ესეთი რაღაც. place. და აქედან შემოვიტანოთ დიდია, რა თქმა უნდა, როგორც თქვით. ამიტომ ტრანსფორმაციის საშუალებით დავაპატარავებთ. ნახოთ. დამოვიღოთ აი აქ უნდა მოვათავსოთ. პირველი ის რომ თეთრი ფონი მოვაცილოთ, ძალიან მარტივად. საშლელიდანაც შეგვიძლია აი ეს, ოღონდ აი Magic Erase-დან გადა რესტერაიზის საშუალებით ჩვენ ამას. მოდი ესე რო არ ვიწვალოთ, საშლელი თვითონ აი ეს Magic Wand-ი ავიღოთ, მოინიშნება თეთრი ფერი delete-ით წავშლით. მაგრამ მანამდე როგორც ეხან გავაკეთეთ, ჯობია მოვნიშნოთ ჩვენ შავი ფერი. Control D-ით მოვხსნათ მონიშნა და შავი ფერი მოვნიშნოთ მარტო. რატომ? იმიტომ რომ აქ ჩავასხათ მაგრამ მოდი აქ ჩავასხათ ჯერ სხვა ფერი, იმიტომ რომ თეთრი არ გამოვა, ესე ჩავასხათ წითელი ფერი, ეხლა მოვნიშნოთ თეთრი ფერი, delete-ით წავშალოთ. ამის შემდეგ უკვე ძალიან მარტივად მოვახერხეთ იმას, რომ მოვნიშნოთ აი ეს ტელეფონი და აქ ჩავასხათ უკვე თეთრი ფერი. Control D-ით მოვხსნათ მონიშნა, Control T-ით ანუ ტრანსფორმაციით დავაპატარავოთ. და ზედმეტი რაც გვინდა, კიდევ ესეც მოვაცილოთ, ანუ აქედან ეს ზედმეტი რაღაცა. ეს ძალიან მარტივია საშლელით უკვე. Erase tool-ით, აი. რაც ზედმეტია. აი მოვაცილებთ აი ეს. Control-ით დავაბრუნებთ საწყის პოზიციაზე და აი უკვე მივიღეთ ის რაც გვინდოდა. გავიგეთ ხო? გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი დავალება რა არის ჩვენი? შემდეგი დავალება იყო აი აქ დანარჩენი ობიექტების ჩასმა. თუ გნებავთ კიდევ შემოვიტანოთ თუ რამე ობიექტია აი აქ, მაგალითად ლოკაციის ობიექტი შეიძლება დაგჭირდეს აი ეს. ესე ჯობია მაშინ შემოვიტანოთ place-ით, აი აქ. აი ეს. Shift-Alt-ით
Shift Alt-თან და ზოგადად ტრანსფორმაციით დავაპატარავთ, რა თქმა უნდა. ზომაში დიდია, ამიტომ ესე დავაპატარავთ. Წამოვიღოთ, გავაკეთოთ Rasterize. Წამოვიღოთ და ჩამოვიტანოთ ქვემოთ. ზოგადად მოდი ჯერ ახლოში მოვიტანოთ მთლიანი სურათი. აი აქ ქვემოთ. რა თქმა უნდა, ტრანსფორმაცია კიდევ გავუკეთოთ. და წავშალოთ ფონი. მოდი თეთრი ფერის აი აქ მოვნიშნოთ Magic Wand-ით, ანუ ჯადოსნური ჯოხით, თეთრი ფერი Delete-ით წავშალოთ. ან შეგვიძლია საშლელი აქედან ავიღოთ. როგორც ასეთი Rasterize ობიექტად გვაქვს გადაქცეული. ამიტომ საშლელი ავიღოთ. Magic Wand-ი და დავაც გაბრუნოთ. ესე გავასწოროთ. მოვნიშნოთ თეთრი ფერი. Delete-ით წავშალოთ ოღონდ. თეთრი და არა შავი, მოვიტანოთ ახლოში. თეთრი ფერი მოვნიშნოთ ხოლო, წავშალოთ Delete-ით, მოვნიშნოთ, წავშალოთ Delete-ით. ეხლა თვითონ ეს შავი ფერი მოვნიშნოთ და აი აქ ჩავასხათ თეთრი ფერი. აი ეს Ctrl-D მოვხსნათ მონიშნა. კი ბატონო. აქაც თუ პატარა იმით მოვნიშნავთ, მე შეგვიძლია შუაშიდაც აი პატარა რგოლს თუ ავიღებთ. თუ ესეთი ეფექტი გვინდა კონდეს, აი ეს პატარა რგოლი ავიღოთ. და აქ ჩავასხათ შავი ფერი მაგალითად. Alt Backspace-ით. მივიღოთ Ctrl-D მოვხსნათ მონიშნა და აი მივიღოთ ესეთი ეფექტი. მოკლედ აქ ისეთი მაინც არაფერი არ არის. უბრალოდ აი აქ თუ დააკვირდებით, ნახეთ. აქ იქნება გასასწორებელი, აი ეს ნახეთ. ესეთი არ გამოგჭეთ ხოლმე, აი. ამიტომ რა უნდა ვქნათ აი აქ. მაგალითად მოვნიშნოთ აი ეს, წამოვწიოთ. აი ამ ისრებით წამოვწიოთ, კლავიატურის ისრებით წამოვწიოთ აი ეს. აი ესეთნაირად. აქაც მოვნიშნოთ, წამოვიღოთ. შესაბამისად ესენი ყველა გვექნება გასასწორებელი აი ესეთნაირად, რომ ასე ვთქვათ, მაინც მაქსიმალური სიზუსტით გავაკეთოთ ხოლმე დავალება. პირიქით აი შესაძლებელი იქნება აი აქ. აი ეს. რა გორი იყო, ხო? და მიხვდით თქვენს რომ იმით მივხვდი რომ შევწიე, რამდენი შევწიე, ამდენი დარჩა გარეთ. ესე იგი 2 ყოფილა მან და ამიტომ აი ესეთნაირად. აი ესე მაქსიმალური სიზუსტით გავაკეთოთ ხოლმე, არ დავტოვოთ. ისა რომ აი ნახეთ, ეხლა კიდე სულ სხვა ეფექტი აქვს. როცა გასწორებულია და ასე ვთქვათ, მაინც სხვა ეფექტი აქვს. ეხლა აქაც გვჭირდება კიდევ რაღაც ობიექტი. მოდი შემოვიტანოთ ზოგი ახლა აქედანაც. ჩამოვიდეთ ქვემოთ, რაღაც აი ეს ავიღოთ მაგალითად. მოვიტანოთ Ctrl+-ით ახლოში. და აი აქ ნახოთ რომ აი ესეთი ეფექტი. და Alt-ით ვასწორებთ შუაში, აი ნახეთ. ჯერ დავიწყებ მოძრაობას და მე Alt-ს ვაწვევი და ნახეთ შუაში მაინც ესეთნაირად გააკეთებს. შემიძლია მე ისრით ზემოთ ავიტანო ან ზოგადად მოდი ჯერ. მოვკიდოთ ხელი, ზემოთ აი ესე გავასწოროთ. ანუ თუ აი ამ ისრებზე არ გადახვალთ, მაშინ მანამდე კლავიატურის ისრით ვერ ამოძრავებს, მიხვდით? აი კლავიატურაზე ისრებით ვერ არ იმოძრავებს თუ ამ ისრებზე არ გადახვალთ.
შემდეგ თეთრი ფერის უნდა იყოს, ამიტომ ეს აი აქ ამაზეა, ხო? კი ბატონო. თეთრი ფერის უნდა იყოს და მოდი აი აქედან ნახეთ, შევცვალოთ აი თეთრი ფერით. მოხსნათ მონიშნა და კონტურიც იყოს თეთრი ფერის. აი ეს. რაღაც აი ესეთნაირად გავაკეთოთ. უბრალოდ ზემოთ ავიტანოთ. ყველა ზემოთ იყოს. ანუ ქვემოთ არის რა რაღაც როგორც ჩანს ეს ლეიერი. აი ზემოთ ავიტანეთ, კი? ანუ ამას მიაქციათ ყურადღება, რომ სადღაც ზემოთ აიტანეთ, არ აქვს მნიშვნელობა, საერთოდ ზემოთ რო იყოს. აი ამის შემდეგ უკვე ისრებით აი ეს გავასწოროთ. ან მოვიშველიოთ სახაზავი და რაღაცისზე გავასწოროთ აი ეს. კი ბატონო, კარგია. კონტროლ მინუსით დავაბრუნოთ უკან და აი ნახეთ რომ აი ესეთნაირად მივიღეთ აი ეს ობიექტი. რა და ხაზზე იყო გატარებული, ხო? კი ბატონო, შეგვიძლია აქ ხაზისთვის, რა ვიცი, ბევრი რამე გამოვიყენოთ, ჯერ აქ ვნახოთ რა ხდება. ნუ ლაინი გვაქვს, ნახოთ გავატაროთ ეს ლაინი. ეს გავატაროთ shift-ის დახმარებით სწორად რო გამოვიდეს. ერთ წუთი. აი ესე და შეგვიძლია აი ამაზე ისრაზე გადასვლით და მე ისრის და ესე კლავიატურის ისრის საშუალებით აი ესეთნაირად მოძრავოთ აი ეს. ეხლა თუ დავაკვირდებით, ნუ თეთრი ხაზია, მოდი შევცვალოთ შავი ფერის კონტა ეგ, შავი ფერის ხაზით. მივცეთ 2 პიქსელი და ნახოთ ესეთი რაღაცა. ეხლა ნახეთ რა ხდება. ეს ხაზი ასე ვთქვათ, აი ნახეთ, უნდა წვეტილად იყოს, ხო? აი ახლოში რომ მოვიტანოთ, ნახავთ რომ თვითონ აი ზემოდან არის აი ამ ობიექტებზე. მაშინ რა უნდა ვქნათ? და ეს უკან უნდა გადავიტანოთ. ნახეთ, აქ არის ყველას თავში არის ეს ლაინი, ნახეთ. მოვკიდოთ ხელი და ქვემოთ წამოვიღოთ, იმიტომ რომ ამას არ უნდა კვეთავდეს ამ ობიექტს. უკან უნდა იყოს ჩვენი დავალებიდან გამომდინარე და ისედაც მაინც ჯობია რომ აი სადღაც უკან წამოვიღოთ. აი, ქვემოთ ჩამოვიტანოთ სადღაც. აი ეს. აი ნახეთ, ეხლა აშკარად უფრო უკეთესია, ხო? ბუნებრივია. ჩვენი დავალებიდან გამომდინარე ესე უნდა იყოს. და შეგვიძლია ეს ხაზიც მე ძალიან მარტივად დავაკოპიროთ და ამ ლეიერსაც სახელი დავარქვათ, რომ ლაინზე გვაქვს საუბარი. დავაკოპიროთ duplicate layer. დავარქვათ სახელი line. და გამოვწიოთ გვერდით. აი ესე იყო ჩვენი დავალება. კიდე ერთი თუ გდებათ დავაკოპიროთ. ოღონდ ნახეთ. კიდე ერთი ესეთნაირად დავაკოპიროთ. და ეხლა ეს უნდა გავაშუალოთ, ხო? სამივე ლაინი ნახეთ shift-ის დახმარებით სამივე ლაინს მოვნიშნავ. საერთოდ აქეთ წამოვიღებ კლავიატურის ისრით ვაკეთებ ამ ყველაფერს. აი ეს. Control plus-ით მოვიტანოთ ახლოს და აქ იყო 2 ხაზი. ეხლა ეს როგორ შემიძლია გავაკეთო? ნახეთ, აბა მიკარნახეთ თქვენ თვითონ. რას ვაკეთებ? აქ უნდა იყოს 3 ხაზი, აქ უნდა იყოს 2 ხაზი, აქ უნდა იყოს 1 ხაზი. აი ეს იყო ჩვენი დავალებიდან გამომდინარე. როგორ შემიძლია ეს გავაკეთო? აბა ვის რა აზრი გაქვთ აქედან გამომდინარე? ის აზრი რომ რა შემეძლო ცალ-ცალკე გამეკეთებია ყველაფერი, ან მოვიტანო ახლოში, ავიღო საშლელი და ძალიან მარტივად
Შემიძლია საშლელითაც წავშალო. აი სამივე არის მონიშნული ახლა. ნახოთ, rasterize layer და აი აქედან გონდეს ახლა რომ აი პირველია ხო ეს. ამიტომ მოდი ახლა ეს ხაზი ავიღოთ. ნუ აქედან წავშალოთ პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს ერთ ხაზს წავშლი, ხო? თავარია ორი ხაზი უნდა დარჩეს აი აქ. ესე შემეძლო გამეკეთებინა აი ეს. მიხვდით? მაქსიმალურად ახლოში მოვიტანოთ, რომ იქ არაფერი არ დარჩეს და აქაც ეს ერთი ხაზი და პლუს აქაც მეორე ხაზი. ეს მე მგონი მეორე ეს იყო. კი ბატონო. დავდგები ამაზე, ამასაც rasterize layer, საშლელმა იმუშაოს. აი ესეთნაირად. აქ არც ერთი არ მინდა ეს. მოგესალმებით, ერთი წუთით შემოგეწევით. გამარჯობათ, მობრძანდით. ბატონო გიორგი, ძალიან გთხოვთ ლექციას რომ დაასრულეთ. მე ან მარიამს დაურეკოთ. ფაშილს გირეკავდით და ვერ გამოვიდეთ, მე თვითონ სულ გამშთურიაო და. რა ვიცი, აი ჩართული მაქვს, აგერ გვერდით მიდევს ტელეფონი. კი ბატონო, კეთილი. როგორ ჩას მიიღება რა? ვაჰ, კარგით, კეთილი. კარგი, წარმატებულ დღეს გისურვებთ და ჯამს. მადლობა თქვენც ასევე. მოკლედ გასაგებია, ხო, ეს რაც გავაკეთე, აი ესეთი დავალება იყო და პლუს მე აქ იყო ლოგო, წარწერები და მოდი ესეც ნახოთ. ძალიან ადვილი დავალება არ არის რთული აქ ამაში არაფერი. მოდი დავალება რატომღაც დაგვიკარგა შემოვიტანოთ თავიდან. და ეს დავალება იყო თუ არ ვცდები. აი ეს. კარგი, დაახლოებით აქამდე მივედით. ეს განვიხილეთ ეს თემა. და ახლა ჩვენი დავალება მოკლედ წარწერების გაკეთება, აქ ლოგოს დადება და აქაც წარწერის გაკეთება და ამით დასრულდება ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, სამგანზომილებიანი, ანუ რაღაც ესეთი 3D ეფექტის ლოგო შექმნა. მე რა თქმა უნდა კიდევ უფრო გავართულებთ ამ ყველაფერს, მაგრამ უბრალოდ თვითონ ეფექტი როგორი იქნება ამ 3D-ის, ანუ სამგანზომილებიანის, ჩვენ ნახეთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჭრდილის სახითაც რო ჭრდილი მივეცით და იმით მოხდა 3D ეფექტი და პლუს ეხლა ესეთ შემთხვევაში გამოგვივიდა ესეთი, ასე ვთქვათ, ესეთი სურათი. უბრალოდ აი აქ მე ახლა შემეძლო კიდე სხვანაირად გამიკეთებინა, ანუ შუა ხაზი დამეტოვებინა ამ 3-დან და არა ეს განაპირა ხაზი, ამასაც მიაქციეთ ყურადღება. ესეც შეიძლებოდა და უფრო ლამაზად უკვე გადავიდეთ იმ თემაზე, რომ გავაკეთოთ, ასე ვთქვათ, წარწერები. ეს იქნება, რა თქმა უნდა, ხელსაწყოდან. აი აქ. აი ესე. აი აქ. იყოს, რაც არის წარწერა, უბრალოდ საქმე იმაშია, რომ აქ გადავიყვანოთ ეს. გამოვიძახოთ, ნახეთ აქედან. ჩვენ გვაქვს სპეციალური ესეთი პანჯარა. როგორც ვიცით. აი ეს საიდანაც მე უკვე გასვაკეთებთ, რომ იყოს ყველა, ასე ვთქვათ, ბოლდი, იყოს ყველა. ნუ შეგვიძლია ყველა დიდი ასოებით არ იყოს, როგორც აქ არის, არ არის ყველა დიდი ასოებით, ამიტომ მოდი უბრალოდ ბოლდზე დავტოვოთ. და უბრალოდ ერთი ვარიანტი არის ეს, რომ აი ერთია შავად მოვნიშნოთ და აქედანვე შეგვიძლია ეს ფერი შევცვალოთ. და მეორე არის მწვანე ფერით და აქედანვე შეგვიძლია რომ ეს ფერი აი ეს იყოს. ერთი წამით. და უკვე შემდეგ აი ამას მოვნიშნოთ აქეთ ამ მხარეს და ავიღებთ აი ამ მწვანე ფერს. ანუ აქედანვე ამ ფანჯრებში მუშაობასაც მოკლედ ალბათ მიეჩვიეთ კიდეც, ან აქედანაც შეგიძლია ეს ფერი შეცვალო და ამ დამხმარე ფანჯრიდანაც, რა თქმა უნდა.
და საბოლოო ჯამში დავეთანხმოთ და მივიღეთ ის, რომ აი ესეთი ჩანაწერი გვაქვს. ანალოგიურად აქაც იქნება ტელეფონის ნომრები, მოკლედ აი ესე გადავხაზოთ და მხოლოდ რაღაც ციფრები შევიყვანოთ. Enter-ს დავარტყავთ, ქვემოთ ჩამოვიდეთ და აქაც რაღაც ესეთი ციფრები შევიყვანოთ. და ბუნებრივი აქაც მოვნიშნოთ აი ეს. 6 პუნქტი არის, ამიტომ შეგვიძლია ეს კონტროლ დავეთანხმოთ ჯერ აი ამ. მას შემდეგ კონტროლ T გავაკეთოთ ასეთი ტრანსფორმაცია. აი ესეთნაირად. და Enter-ით დავეთანხმოთ აი. ეს რა თქმა უნდა არ არის ხო bold-ით. და ესეთი ჩანაწერები როგორც ვიცით სტანდარტულად, მოკლედ გაკეთდება აი აქაც რაღაც bta@gmail.com. ეს ქართულად არის, რა თქმა უნდა. ქართულად ისედაც არ არის მიღებული მეილი bta@gmail.com. ასეთი რაღაც გამოგვივიდა მოკლედ აი ამ ასე ვთქვათ ლოგოს აგებისას. და აქაც რაღაც დამატებითი ლოგო შეიძლება მოვიძიოთ ჩვენ. ან შეგვიძლია ძალიან მარტივი ლოგოა და ჩვენითაც ავაგოთ ძალიან თავისუფლად. ამ ლოგოს აგება შეგვიძლია pen-tool-იდანაც, აი აქ. ავიღოთ pen-tool-ი და შეგვიძლია ძალიან მარტივად ჩვენ თვითონ დავხაზოთ აქ. ახალ layer-ზე რა თქმა უნდა. თუ მივაქციოთ ყურადღებას, თუ საიდან დავიწყოთ და ასე შემდეგ. მან ასევე შეგვიძლია სამკუთხედებიდანაც მივიღოთ აი ეს. მაგრამ შეეცადეთ თქვენც აი pen-tool-ით რაღაც გავსი დაახლოებით გააკეთოთ. ერთს გააკეთებთ, შემდეგ დააკოპირებთ. ახლა აქ მე ნახე shape-ი მაქვს აღებული, ხო, არა და მჭირდება პაზი. ამიტომ პაზზე გადავრთავ. მოდი თავიდან გავაკეთოთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე შევავსებ, მაგრამ ჯობია ამ შემთხვევაში პაზებით იყოს, იმიტომ რომ უფრო გავარჩევ და დავინახავ რას ვაკეთებ. ამიტომ პაზით ჯობია, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ამის გაკეთება. აი ესეთნაირად მაგალითად. აი ეს. რა თქმა უნდა, ახლა აქ მამას ჭირდება რედაქტირება, რა რედაქტირება, რა და ის რომ აი მე აკადავალ ხა უკვე თეთრ, აი direct selection tool-ზე მოხსნით საერთოდ მონიშნას. ან საერთოდ აქ დავაწყაპუნებ ჯერ ჯობია საერთოდ მონიშნა მოხსნათ, იმიტომ რომ მე შემიძლია ამ წერტილზე დამოუკიდებლად ვიმოქმედო აი ნახეთ ეს წერტილი მაქვს ხა მონიშნული მე განსხვავებულია სხვა წერტილებისგან ფერით, ხო? ამიტომ ამას შემიძლია შემოვწიო აი აქ. აი ესეთნაირად. ეხლა მე სახაზავით მჭირდება რომ აი ეს გავასწორო. მიხვდით? აი მაქსიმალურად რომ ესე გავაკეთოთ მობილიზება, აი აქ ჩამოვიდავნთ ესე ჩამოვიდავნთ აი აქ. აი ესე. ეხლა ეს და ეს ზომა რო ერთმანეთს ემთხვეოდეს, მე შემიძლია აი აქ. მაქვს ესეთი სახაზავი. აი ეს ზომა გავიგე. წამოვიღე მე, აი ეს ზომა, ვთქვათ, გავიგე. დაახლოებით ერთი და იგივეა, ხო? თუ არა და მე ამ სახაზავს გამოვიტანდი და ამის შემდეგ წამოვიღებდი, ასე ვთქვათ, ფერს, რომელიც ასე ვთქვათ, უნდა გაგვესწორებინა. ეს დაახლოებით ესეა. თუმცა ერთ სახაზავი კიდე მჭირდება იმისთვის, რომ აი ეს გავასწორო, აი ესენი. შესაბამისად ნახეთ, აი ეს მაინდამაინც არ არის სწორი. მე რა თქმა უნდა. აი ესე. და აქაც ესეც ოდნავ შევასწოროთ. აი ესეთნაირად მივიღებ. ესეც ოდნავ შეგვიძლია. აქეთ გამოვწიოთ. ან აქედან გავზომო სახაზავით ეს და ეს ტოტალი იყოს და იდეალურ სიზუსტეს რომ მივიღებ უკვე. შემიძლია მე აქ ფერიც ჩავასხა. ანუ მოვნიშნოთ მთლიანად აი ეს და ჩვენ ვიცით რომ აქ არსებობს ესეთი რაღაცა პაზი.
გადავიდეთ ფილპაზე, ან შეგვიძლია ეს თუ ფილპაზე აქ არ გვექნება, ძალიან მარტივად make selection-ი და აქედან შეგვიძლია ფერი ჩავასხათ. ეს ფერი იქნებოდა მწვანე, ხო? აი ავიღოთ ეს ფერი აი აქ და alt backspace-ით ოღონდ ახალ layer-ზე ბუნებრივია. ეს აი ახალ layer-ზე საერთოდ ეს layer საერთოდ ზემოთ წავიღოთ. აი აქ ძალიან დაბლავართ აი ზემოთ. ვიმუშაოთ რომ უფრო კარგად ხედავდეთ ყველაფერს. და აქედან alt backspace-ით ჩავასხათ ფერი. Ctrl D-ით მოვხსნათ მონიშნა, Ctrl -ით. ნახოთ. დაახლოებით აი ეს ასეთი რაღაცა გვინდოდა, მოდი ეს ხაზები საერთოდ აღარ გვჭირდება, ჯერჯერობით წამოვიღოთ აქეთ. ეს გამოვიტანოთ, აი აქეთ გამოვწიოთ. შემდეგ დავაკოპიროთ alt-ი და აი ესეთი რაღაცა უნდა მიგვეღოთ თუ არ ვწდები. ნახოთ. კი, დაახლოებით ესეთი რაღაცა, უბრალოდ აქაც შევაერთებთ ძალიან მარტივად. აი ესე ჩვენი ხელით შეგვიძლია ავაგოთ რაღაცა ესეთი ძალიან მარტივად შეგვიძლია Ctrl+-ით მოვიტანოთ ახლოში. აქედანაც შეგვიძლია რაღაცა ესეთი აი ესეთი რაღაც ავიღოთ და alt backspace-ით ფერი ჩავასხათ. Ctrl D-ით მოვხსნათ მონიშნა და დაახლოებით რაღაცა მივიღეთ ისეთი რაც უნდა მიგვიღოთ და ზემოთ ავწიოთ ეს. ოღონდ ერთ layer-ზე ჩავასხეთ და აი მაგიტომ არის ცუდი რომ რაღაც გასწორება რო გჭირდება ყოველთვის შეეცადეთ ახალი layer-ი აიღოთ და ამ ახალ layer-ზე ჩავასხათ ეს ფერი. ამის შემდეგ თუ დაგჭირდება გასწორება, ნახეთ აი ეს. ოდნავ ავწევ ზემოთ, ან ჩამოვწევ ქვემოთ, ან ტრანსფორმაციას გავუკეთებ. ან აი სად არის ახლა ეს layer-ი, ნახოთ, აი სადღაც რომელი layer-ი, აი ეს, ნახოთ, აი ეს არის, ხო? შეგვიძლია ამის ქვემოთ მოვაქციოთ უკან. აი ეს. ან კიდე ქვემოთ ჩამოვიტანოთ აი აქ. აი ესე მოვაქციოთ უკან. და ესე შემდეგ ანუ გააჩნია იქ როგორი აი ესეთი როგორი ხარისხი იქნება. მოკლედ რა ვიცი, აი დაახლოებით მივიღეთ ის რაც უნდა მიგვეღო აი აქ. და პლუს უმარტივესია მე წარწერის გაკეთება. თუმცა თუ დიდი არის, აი ეს თითქოს დიდია. აი ეს ჯერ ერთი რომ ეს ლოგოს ეს ტიპები რაც გავაკეთეთ ახლა ლოგოსთვის ეს და ეს ჩვენ გვჭირდება ეს სამი რაღაცა მოვნიშნოთ როგორც ვიცით და ერთ ჯგუფში მოვაქციოთ რომელსაც დავარქმევთ ლოგოს ლოგო შემდეგ ეს ლოგო შეგვიძლია მოვნიშნოთ Ctrl T-ი და ტრანსფორმაცია გავუკეთოთ, რომ ცოტა დიდია და პატარა, აი ესეთი ენტერი გავაკეთოთ, რომ იმის ქვემოთ უკვე წარწერის გაკეთება შეგვეძლოს. უბრალოდ ძალიან მარტივად გამოვედით ლოგო. თქვენ რა თქმა უნდა მაქსიმალურად შეეცადეთ ერთ-ერთი ცოტა ესეთი 12 პიქსელამდე გავზარდოთ, პლუს თეთრი წარწერა ავიღოთ და ზომაშიდაც გავზარდოთ აი ესე. დავეთანხმოთ OK ნიშნით და მივიღებთ ესეთ ასე ვთქვათ სურათს. კარგით მეგობრებო, რამე შეკითხვა გვაქვს ამასთან დაკავშირებით? შეკითხვა არაფერი. კეთილი, თუ შეკითხვა არავის არაფერი გაქვთ, მაშინ დაგემშვიდობებით. ეს დავალება შეასრულეთ და დავალება გამომიგზავნეთ აუცილებლად. კეთილი. მაშინ კარგი დაგემშვიდობებით. კარგად. ნახვამდის. ნახვამდის, კარგად და დავალებებს ველოდები, ნახვამდის.